მართლმადიდებელი ეკლესია დიდი წმინდანის წინასწარმეტყველის ელია თეზბიტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ელიამ ცხოვრება სიღმაწვილიდანვე ღმერთს მიუძღვნა, მან სიცოცხლე მკაცრ მარხვაში, ლოცვასა და ღვთისგანგებულებაზე ფიქრში გაატარა. წმინდანმა სიცოცხლეში უამრავი სასწაული აღავლინა. საეკლესიო სწავლებით ელია მეორედ მოსვლის წინ ანტიქრისტეს სამხილებლად ენოქთან ერთად უნდა მოვიდეს და ხორციელის სიკვდილიც დაითმინოს. წმინდანის მიმართ ქართველი მართლმადიდებელი მრევლის სიყვარული განსაკუთრებულია, ვინაიდან მისი ხალენი, რომლითაც იგი დიდ სასწაულებს აღასრულებდა, სვეტიცხოვლის ტაძარში მისი სახელობის ეკვდერშია დაფლული. ელია თეზბიტელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორეს მფარველი ანგელოზია. სწორედ ამიტომ დღევანდელი დღე პატრიარქისთვის განსაკუთრებულია, რადგან ილია მეორეს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ იმ მძიმე პერიოდში, როდესაც ქვეყანაში ათეიზმი მეფობდა, ღვთისგან დაშორებული ერის რწმენისკენ შემოbrunება მფარველი ანგელოზის შეწევნით შეძლო. ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღესთან ერთად მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენს ეროვნულ წმინდას ილია მართალს იხსენებს. ილია ჭავჭავაძე ქართველი მწერალი, პოეტი, პუბლიცისტი, პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი იყო. წმინდანი 1907 წლის 12 სექტემბერს წიწამულში მოკლეს. ქართულმა მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ილია ჭავჭავაძე წმინდანად შერაცხა და მას წმინდა ილია მართალი უწოდა. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მოქმედ ეკლესია მონასტერში საზეიმო წირვა ჩატარდა. სიონის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მეუფე შიო მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. ტაძარში იმყოფებოდა კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე. უწმინდესმა ღვთისმსახურების დასასრულს ტაძარში შეკრებილ მორწმუნეებს დღევანდელი დღე მიულოცა და მართლმადიდებელ მრევლს ერთმანეთის მიმართ მეტი სიყვარულის გამოხატვისკენ მოუწოდა. Iharet ușave superșași. Sicarul ședegia sicarului. Nicoate tesmănăși. Tesmănăși simțime ituiștăți. დღეს მართლმადიდებელი ეკლესია თქვენი მფარველი წმინდანის, დიდი წინასწარმეტყველის, წმინდა ილია თეზბიტელის და წმინდა ილია მართლის ხსენებას აღნიშნავს. მრავალი წლის განმავლობაში თქვენი მოწამეობრივი მსახურება ყოველი ჩვენგანისთვის თავგანწირვისა და სიყვარულის თვალსაჩინო მაგალითია. ჩვენ მუდამ გვგრძნობთ თუ რა მძიმეა პატრიარქობის ჯვარი, რომელიც მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ათეიზმის ზეობისა და ეკლესიების ნგრევის ხანაში გარგუნათ და რომელსაც თქვენ 45 წლის განმავლობაში ღვთისადმი დიდი მორჩილებით ასე უდრტვინველად ატარებთ. ჩვენ ბედნიერი ვართ იმით, რომ თქვენ დღესაც დიდი შემართებით და ერთგულებით ასრულებთ უფლის მიერ თქვენზე დაკისრებულ მოვალეობებს. სიონის საკათედრო ტაძარში დილიდან მომლოცველები ყვავილებითა და სანთლებით ხელში შეიკრიბნენ. ისინი საზეიმო წირვას დაესწნენ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მფარველი ანგელოზის ხსენების დღე მიულოცეს. მორწმუნეებმა უწმინდესსა და უნეტარეს დედა ეკლესიისა და ერის საკეთილდღეოდ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვეს. ულოცავთ კათოლიკოს პატრიარქს ანგელოზის დღეს, ულოცავთ თელ საქართველოს მორწმუნეებს. გააძლიეროს კათოლიკოს პატრიარქი უსურვებს ჯანმრთელობას, ღერძელობას და რაც თავარია, ყველაზე მთავარი საქართველოს გამთლიანებას და ერთიანობას. ერთად აგვცეთ. ჩვენს უსაყვარელ პატრიარქს უწმინდეს და უნეტარეს ილიას ულოცავთ არის ანგელოზის დღეს და ყველას გილოცავთ სრულიად საქართველოს და მოგცემოდეს ის სიყვარული, რაც ჩვენს წინამძღვარს აქვს. ულოცავთ სრულიად საქართველოს წმინდა ელია წინასწარმეტყველის ხსენებას, ასევე ჩვენი უდიდესი წმინდანის ილია მართალის ჭავჭავაძის ხსენებას, ასევე ჩვენი პატრიარქის ანგელოზის დღეა, ულოცავ უწმინდეს ანგელოზის დღეს და ძალიან მიყვარს ჩემი პატრიარქი, უსურვებ დიდ ხანს სიცოცხლეს და ძალიან ასე თქვა ბევრ წლებს რომ კიდევ გაგვახაროს მისი ცხოვრებით.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დღეგრძელობა მართლმადიდებელი მრევლისთვის მართლაც რომ მნიშვნელოვანია. რთულია სიტყვებით წარმოაჩინო ილია მეორეს ღვაწლი ჩვენი ეკლესიისა და ქვეყნის წინაშე. ანალიტიკური აზროვნებით, მოყვასის სიყვარულით, მამობრივი ზრუნვითა და შემწყნარებლობით პატრიარქ საქართველოსთვის დიდი განსაცდელი არაერთხელ აუცილებია.